საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე უწყების ხელმძღვანელს შეხვდა და მათთან ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებთან ერთად განიხილა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. გადაცემა კიდევ იყო დავალება, რომ მაქსიმალურად შევსუბუქოთ ჩვენ ხალხს სოფლიოში ფასების დიდ განპირობებული სიძნელეები. პირველი დავალება იყო, რომ ელექტრონიკის ვაუჩერი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ალბათ სითბო ოჯახებში ზამთრის განმავლობაში არის გარკვეულწილად შემოსუბუქებელი გარემოება. რაღაცნაირად ჩვენ ხალხს გავუადვილებს უფრო ცხოვრებას. ვაუჩერები უკვე მზად არის ხო? ესე იგი, რამდენი ხანშია დაიწყება დარიგება? ვაუჩერები დაბეჭდის პროცესშია, დარიგება დაიწყება 10 თებერვლიდან. რეგისტრები უკვე შედგენილი არის პრაქტიკულად ყველა აბონენტის და პრაქტიკულად დასრულებას დავამთავრებთ 15 მარტამდე. 15 მარტამდე აესახება ყველა აბონენტს ინდივიდუალურად თავის ბარათზე ეს ვაუჩერი. აუცილებელი არ არის ამ ვაუჩერის კომპანიაში მიტანა, პირდაპირ მოხდება ასახვა მათ ბარათებზე ამ 20 ლარის. 20 ლარი ესე ყველა ოჯახს, მაგრამ თუ გადაცემა გინდა ვინმესთვის? ყველა ოჯახს შეუძლია გადასცეს სხვა ოჯახს დახმარება ეს და შესაბამისად ამ შემთხვევაში თუ გადასცეს, ვისაც გადასცემენ, მან უნდა მიიტანოს და კომპანიაში დაარეგისტრიროს. აქ ვერასაც უყურებ, წვრილი ასოებით არის დაბეჭდილი და თხოვთ რომ ცოტა გავზადოთ ზომა, რომ ხალხს შეძლოს ამ ვაუჩერის გამოყენების წესის საკითხვა. 20 ლარი ეს არის გარკვეულწილად შემსუბუქება, მით უმეტეს როცა ბენზინის ფასები იზრდება სოფლიოში საჭმელზე ფასები გაიზარდა და მთავრობის მხრიდან ეს არის სოლიდარობის გამოხატვა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც ექნება ჩვენ ხალხს ამ ტვირთის გამო, ამ ინფლაციური ტვირთის გამო. ის ნაბიჯები გარკვეულად დავსახეთ, რომ მოსავლიანობა გაიზარდოს და მინიმუმ ის მაინც გავაკეთოთ, რომ ჩვენმა სოფლის მოსახლეობამ სოფლიოში გაზრდილი ფასები იხეიროს. საჭმელზე გაზრდილი ფასები. აი მართულებით რა გეთდება? როგორც შევდახვით ამ პროგრამის პრინციპში განხორციელება ნაწილობრივ უკვე დაწყებული გვაქვს. გრძელდება კიდევ სრულად რეგისტრაცია სიმინდის პროგრამაზე, რომელიც მოგცემს მინიმუმ გასამაგებას სიმინდის მოსავლეს შესაბამისად შემოსავლების გასამაგებას თითოეული წარმოებისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ვინც დარეგისტრდება ამ პროგრამაზე. პირველად გავხდებით სიმინდის ექსპორტერები. დიახ, პირველად გავხდებით სიმინდის ექსპორტერები. მაგრამ ხალხი იღებს ამ სიმინდს, ახალ მიდის გარმარტებით სამუშაო, ის გაზდის 5-ჯერ, 10-ჯერ მოსავლე. ყოველდღიურად პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს გასვლები. მე გუშინ კახეთში მითხეს, რომ მაინც გლეხების ძალიან ეკიდებიან. ამ შემთხვევაში მე მგონი აბსოლუტურად წაუგებავი სიტუაცია. ნამდვილად ზის მოსავლიანობას ზოგჯერ 3-ჯერ, ზოგჯერ 10-ჯერ. გააჩნია როგორ მოული, ხო? მაგრამ როზდის ესეც არ იწევს, ხო? რატო ყუმანობს ამ ხალხს? იმდენად იზრდება მოსავალი, იმდენად იზრდება შემოსავალი, რომ ცოტა რთული ამის დაჯერება და ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ იმაზე, რომ დავარწმუნოთ, რომ ეს ნამდვილად ესეა. ჩვენ როგორც იცით, ბოლოს 3 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით ამ ჯიშების გამოცდა საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გასამაგება არის მინიმუმი შედეგი ამ შემთხვევაში სიმინდის კულტურასთან მიმართებაში. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ მეტი წარმოება სოფლის მეურნეობაზე დაუყოვნებლივ თუ ეს არ გავაკეთეთ, თუ ამაში დაუყოვნებლივ რა დაზიანებული ფულიც არ ჩავდეთ, ამ გაზრდილი ტურიზმის პირობებში პრაქტიკულად ჩვენ ამით სოფელი ჩვენი ვერ იხეირებს, იმიტომ რომ რეალურად საკუთარ თავს ვერ გამოვყვებათ, არ ვლაპარაკობ თქვა 3 მილიონ ტურისტზე, რომელზეც ველოდებით საქართველოში, რომელს შემოაქვს ფული, მაგრამ ეს ფული რო იხარჯება საქართველოში, ამის დიდი ნაწილი დაიხარჯება, რაღაც ნაწილი დაიხარჯება ხო სასტუმროებზე, იქ პატარ მომსახურებაზე, მაგრამ დანარჩენი ნაწილი უბრალოდ წავა ისე რომელიმე მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც უნდა შემოვიდოთ პროდუქტები. ქვეყანაში სადაც ყველა დასაქმებულია და ხალხს მაგარი შემოსავალი აქვს, იმას ნაკლებად აწუხებს ციციბურა, ორჯერ მეტი ღირს თუ იგივე ფასი დარჩა. და იქ სადაც ხალხს ყოველდღიურად უხდება ბრძოლა არსებობისთვის, არა აქვს სამსახური, იქ არის ეს არის უზარმაზარი დატო. ვაუჩერებიც გარკვეული შემსუბუქება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ხო მცირე ნაწილია იმისა, რაც ხალხს რეალურად აწუხებს. ის უწყვეტ ყოველდღიურად უნდა მიფიქროთ ამაზე, უნდა მივხედოთ ჩვენ ხალხს. ეს არის როცა მთავრობა უნდა ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს სოლიდარობის რეჟიმში თავის მოქალაქეებთან. ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის იქ სადაც გზა შენდება, ახალი შენობები შენდება, ახალი პირიგზა შენდება, სადგურები შენდება. ეს არის ის, რომ იმ ხალხისთვის ეს გაზრდილი ფასები შედარებით ნაკლები დარტყმა. ეკონომიკის დასთან ერთად მეტი თანხა შემოდის, მაგრამ თანხების სწორი გადანაწილება უნდა მოახდინოთ, ხო? ამაზე ერთად დავიფიქროთ. ჩვენ 40 მილიონი გვაქვს ეს ბაკურას ლაპარაკობდა სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის, რაც ბიუჯეტში დებს, დევს და ჩადებულია. დამატებით ჩვენ 20 მილიონი სწორედ სპორტ რეზერვები დამოვნახეთ ამ სუბსიდიის გასაცემად ელექტროენერგიის.
ეს ვთქვათ ამ მიმართულებით ეს თანხები გამოინახა თვითონ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიარდზე მეტი არის ასახული პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია გასულ წლებთან შედარებით ეს ის თანხა რაც უკვე შემდგომში სწორედ სამუშაო ადგილებს შექმნის და დაასაქმებს ჩვენ სამუშაო ადგილების ეკონომიკის დასთან ერთად არ უნდა გამოგჩეს რომ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა არ უნდა ისახოს იმაში ჩვენ დეფიციტით არ გავარღვევთ ინფლაცია და ჩვენ ამ ხრივ მეგონი უკეთესად ვართ. პროფიციტი დავამთავრეთ იანვარი 36 მილიონი პირიქით პროფიციტულია. ფული იდება ეკონომიკაში, მაგრამ ფულის ჩადება და ამოღება ისეთი უნდა იყოს, რომ ეს არ დააწვეს ფასებს. აპრილიდან მაისიდან ჩვენ შემსუბუქებას უნდა ველოდოთ იმის გამო, რომ უკვე მოსავალი შემოდის, ხო? რა თქმა უნდა ეს პანიკურად შექმნილი გარკვეულწილად ზოგიერთ პროდუქტში პანიკურად შექმნილი ხელოვნური ფასები რა თქმა უნდა დაიწევს სოფლიო ბაზარებისაც კიდევ ერთხელ. მაგალითად თელავში 3-ლარზე მეტი ავიდა შაქარი, ხალხმა იყიდა უამრავი შაქარი. აი სწორედ იმის გამო რომ მოლოდინი ქონდა და ეხლა 2 ლარი და 40 ლარი შესულა კაცშვილი ხელს აკეთებს. ხალხს სამწუხაროდ ჩვენს ასაა გამოცდილება 90-იან წლების და ამიტომ სულად ახსოვს რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ამ პირობებში ნამდვილად გამორიცხულია რომ მოხდეს, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ არ გქონდა სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო არ გქონდა რა პოლიტიკას და სულად უპასუხისმგებლობა იყო ფისკალური ინსტიტუტები. ახლა ეს არის შეუძლებელი, თუმცა რა თქმა უნდა პრობლემა არის. პრობლემა არის, რომ ის გარკვეულ ფარგლებში, მაგრამ ეს ფლუქტუაცია ხდება, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რომ შიდა ფაქტორებით ეს არ გავაკეთოთ. ადგილზე არის შექმნილი საკმარის მარაგება ყველა პირველადი დასახელების პროდუქტის, პირველადი მოხმარების პროდუქტის და რა თქმა უნდა ყველა დანარჩენი პროდუქციაზეც იგივე ყურადღებით უდგებით. და ამში მიმოქმედოთ ამ მიმართულებით ყველა.